ეს არის სტილის არხი, რადიო იმედზე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. მოგესალმებით დილამ შვიდობისა, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ბრუნდებით ჩვენ სტუმართან ერთად ლევან ჯიქია გვერდდება. მოგესალმებით ბატონ ლევან და მოდით თქვათ თუ ვისზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენს დღევანდელ გადაცემაში. მოგესალმებით, მოგესალმებით რადიო მსმენელს. დღეს ვისაუბრებთ მიხეილ კეკელიძის მოგონებებზე. ეს მოგონებები ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა. დიდი მადლობა მათ ამისთვის. მიხეილ კეკელიძე გახდათ ცნობილი ლიტერატორის კორნელი კეკელიძის ძმისშვილი. ის ძალიან ბევრ საგულისხმო მომენტზე საუბრობს თავის მოგონებებში, მათ შორის თავის ბიძამისზე, კორნელი კეკელიძეზეც და ალბათ საინტერესო იქნება ამ საკითხზეც ვისაუბროთ დღეს ჩვენს რადიო მსმენელს. აუცილებლად და მოდით აქ კიდევ ერთხელ უთხრათ, სანამ უშუალოდ ამ მოგონებებზე ვისაუბროთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ტიპის გამოცემები და რა საინტერესო მასალას, ინფორმაციას იტევს ასეთი კრებულები? ზოგადად ჩვენ განებევრებული არ ვართ მოგონებები და სხვათა შორის ამ მოგონებებშიც არის ამაზე საუბარი. ერთხელ საუბრისას მიხეილ კეკელიძეს კორნელისთვის უკითხავს, ასეთი საინტერესო ბიოგრაფიის ადამიანი ხართო და რატო არ წერთო მოგონებებსო და კორნელის მისთვის უპასუხია რომ შე რა გინდა რომ დამიჭირონო? ანუ ასე იყო ხალხი დაშინებული, მოგონებების წერას ისინი გაურბოდნენ იმ მიზეზით, რომ შესაძლოა ეს კომპრომატი ყოფილიყო მათ წინააღმდეგ და გამოძიებას საერთოდ სახელმწიფო სტრუქტურებს მის წინააღმდეგ გამოეყენებინათ, ამიტომაც ხალხი არ წერდა ამ მოგონებებს, მაგრამ ვინც დაწერა, დიდი მადლობა მათ ამისთვის, იმიტომ რომ ძალიან საგულისხმო საკითხები გააშუქეს ჩვენთვის და ფაქტობრივად ეს ჩვენ გვეხმარება ეპოქის გაცოცხლებაში. კარგად დავინახოთ ის ეპოქა, განსაკუთრებით ჩვენ ინტერესი არის საბჭოთა ეპოქა შევისწავლოთ კარგად და ამაში სწორედ მოგონებები გვეხმარება. რამდენად თამამი არის აი ასეთი მოგონებები ბატონ ლევან, იმიტომ რომ თქვენ თავად აღნიშნეთ, რომ იყო გარკვეული რისკი, ხო? ამ რისკის გამო ზოგი იკავებდა თავს ასეთი ტიპის ნაწელებისაგან, ჩანაწერებისაგან, მაგრამ რაც არის შემორჩენილი და ახლა ეტაპობრივად ხდება მისი გამოცემა, საზოგადოებისთვის ის ეტაპობრივად ხდება ცნობილი, რამდენად თამამი და გულწრფელი არის თუ იქ სიტყვებს მიღმაც იკითხება ბევრი ისეთი რამ, რაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ სტრიქონებს შორისაც ბევრი რაღაც უნდა წავიკითხოთ, ზოგი რისკავდა და წერდა ამ მოგონებებში ძალიან ბევრ სიმართლეს და სწორედ ასეთ მოგონებებს განეკუთვნება ჩვენს მიერ დასახელებული მიხეილ კეკელიძის მოგონებები, სადაც მან გაბედა, გაარისკა და ძალიან ბევრ საკითხზე გულახდილად და გაბედულად ისაუბრა. რა თქმა უნდა, ეს მოგონებები იმ პერიოდში არ გამოქვეყნებულა საბჭოთა პერიოდში, ეს გამოქვეყნდა უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, სადაც უკვე შიში აი ამ სახის მოგონებების გამოქვეყნების უკვე არ არსებობდა, მანამდე კი ის საგულდაგულოდ იყო როგორც ჩანს ოჯახში დამალული, რათა არ მიეგნოთ მისთვის. თავად მიხეილ კეკელიძეზეც ვთქვათ, რომ ის იყო მწერალი, მეცნიერი და ამ მოგონებებში ისიც არის, ხო? ხაზგასმული, რომ თავად 10 წლის იყო, როდესაც საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა. მოდით მოგვიყევით აი ძირითადი აქცენტების შესახებ, რომელსაც ურჩევთ თქვენ მკითხველს, რომ მიაქციოს ყურადღება. მიხეილ კეკელიძე გახდა ასე მოთხრობების ავტორი, ის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელიც იყო ერთი პერიოდი, გაზეთის რედაქციაშიც მუშაობდა, საინტერესო ცხოვრება ჰქონდა, თუმცა მის მოგონებებში, როგორც აღნიშნეთ, გვერდს ვერ აუვლით მის ურთიერთობას ცნობილ სასულიერო პირთან, ის იცით კორნელი იყო დეკანოზი ერთი პერიოდი, თუმცა 1921 წლიდან მან გაიხადა ანაპორა და ასევე ის იყო ცნობილი მეცნიერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და მრავალმხრივად საინტერესო ადამიანი და მასთან დაკავშირებით საინტერესოა ის, რომ თურმე კორნელი კეკელიძე და იოსებ ჯუღაშვილი ერთ პერიოდში სწავლობდნენ თბილისის სასულიერო სემინარიაში და ჰქონდათ ერთგვარი გადაკვეთაც კი. ამ მოგონებებში საუბარი იმაზე, რომ ერთ დღეს თურმე კორნელი კითხულობდა თავისთვის წიგნს ერთ-ერთ წმინდანზე და ამ დროსო იოსებ სტალინი, ჯუღაშვილი ამ დროს უკვე შემოვიდა ორბისთან ერთად და მითხრა რომ თალკე რაზი ხარო ბაიყუშივითო, არჯობიაო იმ წიგნის კითხვასო, ოკლი ცივილიზაციის ისტორია წაიკითხო.
მე უთხარიო რომ ესო მე შენზე ადრე მაქვსო წაკითხულიო. კიდევ ერთხელ წაიკითხე, იქნებ რამე გაიგო. მე ეს ვერ მოვითმინევავ და კიდე დავარტყიო. იოსებ ჯუღაშვილსო ის წაბარბაცდაო და დამემუქრაო რომ იცოდე, ამას შენო არ გაპატიებო და მადლობა ღმერთო რომ არ გახსენებიო ჯუღაშვილს ეს და დღესაც ცოცხალი ვარო და სხვათა შორის ამასო ბერიას უნდა უმადლოდეთო გარკვეულწილად, რადგანაც ჩემი ლიტერატურის ორტომეულის სტალინურ პრემიაზე წარდგენა იგეგმებოდაო, მაგრამ ბერიას უთქვამსო იზღა გვაკლეაო ეხლაო, უღდლებს პრემია მიუცეთო და შესაბამისად მისი ეს ორტომელი არ წარუდგენია სტალინურ პრემიაზე, თორემ შეიძლებოდაო სტალინს ეს გახსენებოდაო და ძალიან ცუდად დამთავრებულიყო ეს ამბავია. ასევე საინტერესო არის ის, რომ როდესაც კორნელი კეკელიძემ დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლა, მას სემინარიის ხელმძღვანელობა რეკომენდაციას უწევდა უფასოდ გაეგრძელებინა სწავლა კიევის სასულიერო სემინარიაში. თუმცა მშობლები მას გარდაცვლილი ყავს ამ დროს და ამიტომ თავის უმცროს ძმებზე მეურვება მან უნდა აიღოს და ამიტომაც უარს ამბობდა ის სწავლის გაგრძელებაზე და აი ამ დროს კირიონ საძაგლიშვილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მომავალ პერიოდში ამ დროს თქმა უნდა ის არ იყო პატრიარქი უთქვამს რომ შენ აუცილებლად უნდა გააგრძელო სწავლა იქ და შენ ძმებზე მეურვებას მე ავიღებო და ყოველთვიურად დაუნიშნავო რვარვა მანეცო და კირიონ საძაგლიშვილი თურმე პირნათლად ასრულებდა ამ დანაპირებს. ასევე საინტერესო არის კორნელი კეკელიძესთან მიმართებაში ამ მოგონებებში ერთი გარემოება 1912 წელს თქვენ იცით რომ საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I და ის სხვათა შორის იმ სკოლაშიც მისულა სადაც ასწავლიდა კორნელი ამ დროს სასულიერო პირი არის და ხელზე ეამბორა თურმე მას იმპერატორი და ამაზე სიამაყით ამბობდაო კორნელი ჩემთან საუბარში ხელი იგონებს რომ მამა ჩემიო უბრალო მე დავითნე რას არ მოიდგენდაო რომ მიშვილს ხელზე ეამბორებოდაო რუსეთის იმპერატორი. აი კორნელი კეკელიძესთან მიმართებაში კიდევ საინტერესო არის ერთი გარემოება სხვათა შორის მე რაც ვახსენე როდესაც მიხეილმა მას თხოვა მოგონებები დაეწერა და როდესაც ამაზე უარი თქვა მან იქ სხვათა შორის აღნიშნაო ერთი რამ შენ რა გინდაო რომ მე გამიჭირონო ის კი არაო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ გელოში რომ გააგზავნაო მემორანდუმი იმ მემორანდუმის ტექსტი ჩემი დაწერილი არისო და იცით თქვენ ამბროსი ხელაი ამის გამო დააპატიმრეს და მართლმსაჯულების წინაშე წარადგინეს და სხვათა შორის სასამართლო პროცესზე მოწმედ იყო გამოძახებული კორნელი კეკელიძეს და მეშინოდაო ამბროსისო ჩემი ეს ტექსტის ავტორობა არ დაესახელებინაო, მაგრამ ისო გნირულად უმკლავდებოდაო გაუმძებლების შემოტევასო და არც მე და არც სხვა ვინმე არ დაუსახელებიდა თვითონ აიღო თავის თავზე ტექსტის ავტორობაო. სხვათა შორის აქვე ბარემ ვიტყვი რადიო მსმენელისთვის საინტერესო იქნება ჩვენ გვაქვს ასევე სხვა მოგონებაც ეს არის შალვა მაყლაკელიძის მოგონება სადაც იქ საუბრობს ამბროსი ხელაიას ამ მემორანდუმზე და იქ ის აღნიშნავს რომ მემორანდუმის ტექსტიო გრიგოლ ლორთქიფანიძემ რომელიც ამ დროს დაპატიმრებული იყო მან შეადგინაო და მეცო გარკვეულწილად ვიყავიო ჩართულიო ამაშიო. როგორც ჩანს, ორივე მოგონებაში სიმართლე არის ასახული, ისედაც გასაგებია რომ ამბროსი ხელაია პოლიტიკოსებსაც დაეკითხებოდა ამ შემთხვევაში გრიგოლ ლორთქიფანიძეს და სასულიერო პირებსაც ამ შემთხვევაში კორნელი კეკელიძეს და როგორც ჩანს, ორივე ეს ტექსტი შეაჯერა და ასე გაიგზავნა ის გენუაში, რადგანაც აქ როგორც პოლიტიკურ ნაწილზე არის საუბარი, ასევე საქართველოს ეკლესიის მძიმე მდგომარეობაზე. ასე რომ ორივე მოგონებებში დიდი ალბათობით სიმართლეზე არის საუბარი. ბატონ ლევან, აი კორნელი კეკელიძესთან დაკავშირებით, როდესაც საუბრობთ, იყო რაიმე ისეთი ფაქტი, ან თქვათ, წარმოჩინდა თუ არა რამე ისეთი პიროვნული შტრიხი, რომელიც აქამდე ნაკლებად ცნობილი იყო მის შესახებ, ამ მოგონებიდან გამომდინარე. აი თუნდაც კორნელი კეკელიძის ვაჟი ალექსანდრე, მას ალექსის ეძახდნენ, შეეწერა 1924 წლის აჯანყებას, ის დახვრიტეს. ახალგაზრდებს შექმნილი ჰქონდათ ორგანიზაცია თავისუფალი საქართველო, ისინი აპირებდნენ 1924 წლის აჯანყებაში ჩართვას, თუმცა ერთ-ერთი წევრი სამწუხაროდ გამცემი აღმოჩნდა და ამიტომ ისინი დააპატიმრეს. ალექსანდრე როგორც ამბობენ საკანში დახვრიტეს 2-3 დღის შემდეგ,
და 1924 წლის აჯანყება რომ მოხდა, კორნელი და მისი მეუღლე სამაჩაბლოში იმყოფებოდნენ კემერში. და იქ ფაქტობრივად მასთან ჩეკისტები გამოცხადდა და ფაქტობრივად ისინი შინაპატიმრობაში აღმოჩნდნენ 5 დღის განმავლობაში და თბილისში დაბრუნების საშუალებას არ აძლევდნენ. შემდეგ კი აიძულეს კორნელი რომ დაეწერა განცხადება, სადაც გმობდა ის ამ აჯანყებას და ავანტიურად აფასებდა და ამაზეც ამ მოგონებებში არის საუბარი. კორნელის უთქვამს, რომ რა ავანტიურა, რის ავანტიურა ეს იყო ქართველი ხალხის აჯანყება რუსების და კომუნისტების წინააღმდეგო და მე როდესაც მიწევდაო ამ განცხადების დაწერა, ამით ფაქტობრივად ჩემი შვილის წინააღმდეგ ვდგამდი ნაბიჯს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო არსებულ ვითარებაში და იმ დროს ბევრი ადამიანი, ბევრი ინტელიგენტი აღმოჩნდაო ამ მდგომარეობაში. ჩვენ ვიცით, სამწუხაროდ მოუწია ბევრი ინტელიგენტს მაშინ ამ განცხადების დაწერა და უბრალოდ აი ეს განმარტება, რომელიც ამ მოგონებებში არის აღნიშნული, ამაზე ჩვენ ინფორმაცია არ ქონდა და ამხრივაც ეგ ძალიან საინტერესოა. თავად მოგონებები ქრონოლოგიურად თუ აღწერს მოვლენებს? ქრონოლოგიურად აღწერს მოვლენებს, აქ საუბარია იმაზე, რომ 1917 წლის თებერვალ მარტის რევოლუციის შემდეგ მიხეილის მამა, რომელიც ასევე სასულიერო პირი იყო, თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ერთი წლის შემდეგ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მთელი ოჯახი გადმოდის თბილისში საცხოვრებლად. აქ მათ ერთი რუსისგან შეიძინეს სახლი და სხვათა შორის მიხეილი საუბრობს, რომ აი ამ პერიოდიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან იწყება თბილისის გაქართველების პროცესი. რადგანაც ბევრმა რუსმა მაშინ დატოვა საქართველო და რუსეთში გაემგზავრა, სომხების გარკვეულმა ნაწილმა თბილისი დატოვა და სომხეთში გაემგზავრა და აი ამ დროს იწყებაო სწორედ თბილისის გაქართველების პროცესიო. ის ერთ-ერთ სკოლაში მიაბარეს სასწავლებლად, სადაც სხვათა შორის უკვე საბჭოთა პერიოდში გალობასაც ასწავლიდნენ იქ და ერთ მასწავლებელს კითხა, თურმე რატომ არ გვამღერებთ დიდებას? დიდება ეს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნი. მასწავლებელმა გვერდზე ამეყვანაო და მითხრაო, შენო მშობლები გყავსო? კიო, მყავსო, უთხარიო. მაშინო ჩუმა თუ არ იქნებიო, შენ მშობლებსაც ეჭერენო, მეც დამიჭერენო. ეხლა სხვა მთავრობაა, სხვა დრო არის. მოვა დრო, როცა ჩვენ ისე ვიმღერებთო დიდებასო. ის ასევე საუბრობს თუ როგორ მასშტაბურად მოხდა 1919 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების 1 წლის თავზე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა. მოსწავლეები თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ფეხით გაემგზავრნენ ბაკის პარკის ტერიტორიაზე, სადაც იმართებოდა ეს ზეიმი, გამოვიდა მოცეკვავეთა გუნდის შევარდენი და აქ სხვათა შორის მან პირველად ნახა ნოე ჟორდანია, რომელიც ღია ეტლში იჯდა და აქო მას ესროდნენ თაიგულებსო. და სხვათა შორის ის საუბრობს ნოე ჟორდანიასა და ილია ჭავჭავაძის პოლემიკაზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის მწვავე პოლემიკა არსებობდა, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ნოე ჟორდანიას ილიას მკვლელობა სურდაო. მასე ილია ჭავჭავაძის პოლემიკა ჰქონდაო არჩილ ჯორჯაძესთან, ივანე მაჩაბელთან, ივანე გომართელთან, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ილიას მკვლელობის მოსურნეები იყვნენ. მიხეილ კეკელიძე ასე საუბრობს რუსეთ საქართველოს 1921 წლის ომზე. მამამისი სხვათა შორის მოხალისედ ჩაეწერა ამ ომში, თუმცა უკან დააბრუნეს და მას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. მამამ ოჯახი ნათესავთან გახიზნა და სხვათა შორის მიხეილი აღწერს 25 თებერვალს თუ როგორ შემოვიდა რუსის ჯარი თბილისში და ის ამბობს, რომ ქართველები დაღონებულები იყვნენ, ხოლო რუსები, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობდნენ, ისინი გახარებულები ზეიმობდნენ, რუსის ქალებმაო წყალი და საჭმელი გამოუტანესო რუსის ჯარისკაცებს და სხვათა შორის ერთმა რუსმა გითხრაო, რომ თბილისი ჩვენიაო და თქვენო ქართველები წადითო თქვენს ქუთაისშიო. ის აღნიშნავს, რომ აი ყოლაო ნადირაძის ლექსი 25 თებერვალი, რომელიც 1000 მოგვიანებით არის დაწერილი, აი ზუსტად ასახავს აი ამ ვითარებას მართლაც როგორც მიხეილ კეკელიძე აღწერს. ის ასევე საუბრობს 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნულ აჯანყებაზე და როგორც გითხარით, ამ აჯანყებაში მისი ბიძაშვილიც
უნდა ჩართულიყო და ერთხელო წამიყვანაო ალექსანდრემ თავისთან სახში და მანახაო ბევრი რევოლვერი და მე ვთხოვე ერთი ეჩუქებინაო ჩემთვისო, მაგრამ თქვა რომ ეხლა ვერ გაჩუქებო და ცოტა ხნის მერე ერთ წელს გადმოგცემო, მაგრამ ბიძამის არ დასწავდა, იმის ბიძაშვილს არ დასწავდა, ის როგორც ვთქვით დახვრიტეს. ასევე მიხეილი საუბრობს საბჭოთა პერიოდში სკოლაში მოსწავლეები თუ როგორ იყვნენ ორად გაყოფილები. ერთხარეს იყვნენ ეგრეთ წოდებული კომკავშირლები, რომლებიც აკრიტიკებდნენ ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს და მათ ნათლავდნენ ბატონყობის დამცველებად, თავადაზნაურობის დამცველებად, ხოლო მეორე ნაწილს იყო ის მოსწავლეები, რომლებიც უფრო პატრიოტულად იყვნენ განწყობილები. და სწორედ ასეთმა მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ ფარული ორგანიზაცია. ისინი იკრიბებოდნენ მიხეილის სახლში. ამ ორგანიზაციას მათ დაარქვეს ახალგაზრდა საქართველო. ამ ორგანიზაციის წევრები იყვნენ სხვათა შორის დავასახელოთ გრიშა სვანი, ვაჟა ავალიშვილი, ვარა ყვავილაშვილი, ერთი გოგონა, ნიკო ქავთარაძე, ნიკო ტატიშვილი, ანტისა გოგუაძე, ესეც გოგონა, ორი გოგონა იყო ამ ორგანიზაციაში. მათი მთავარი მიზანი იყო ეზრუნათ საქართველოს გათავისუფლებისთვის. მათ სურდათ 1929 წლის 26 მაისს საქართველოს გამოუკიდებლობის დღე აღენიშნათ და ამ მიზნით პროკლამაციაც შეადგინეს, რომელშიც მოღალატედ იყო გამოყვანილი სერგო ორჯონიკიძე და აქ სხვათა შორის აღნიშნული იყო, რომ სერგო ორჯონიკიძე შემოუწვა რუსის ჯარს საქართველოში, მან საქართველო რუსეთს დაუმონა, მაგრამ ქართველი ერი მონად არასდროს არ იქცევა, ჩვენ მალე მოვიპოვებთ დამოუკიდებლობას, იყავით მხნედ და იმედიანად, ძირს დამპყრობელი რუსეთი, ძირს მოღალატენი გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. აი ეს იყო ძირითადად ამ პროკლამაციის შინაარსი, თუმცა ამ პროკლამაციის გავრცელება მათ ვერ მოასწრეს, ვერ მოახერხეს, რადგანაც ერთი მოსწავლე დაინტერესდა ამ პროკლამაციის შინაარსით და იმ მიზნით, რომ მას არ ჩაეგდო ხელში ეს პროკლამაცია, გაანადგურეს, დახიეს ეს პროკლამაცია. ბატონ ლევან, ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწყოტინებ, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი საგულისხმო დეტალი არის ამ მოგონებაში მოცემული, მაგრამ ერთგვარად რომ შევაჯამოთ, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემის დრო სამწუხაროდ იწურება, როგორც სრულდება ეს მოგონებები და ეს არის პირველი გამოცემა, ხო? ამ მოგონებები სად ინახებოდა ის და რა გზა გაიარა, სანამ ის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდებოდა. დიახ, ეს მოგონებები პირველად გამოიცა ლიტერატურის მუზეუმის მიერ, ის ოჯახმა გადაცემა, როგორც ვიცი, ამ მუზეუმს და ძალიან დიდი საქმე გაკეთდა მუზეუმის მხრიდანაც. აქ ქრონოლოგიურად რო გავაგრძელოთ, დააპატიმრეს ეს მოსწავლეები და რუსეთში გადაასახლეს და აქ ასევე აღწერილი არის თუ რა გზა გაიარა მან საპატიმროებში და ამ მხრივ ის ეხმიანება ჩვენს მიერ ადრე გაჟღერებულ მოგონებებს, სადაც ჯოჯოხეთური გზა არის აღწერილი, რომელიც გადასახლებაში ქართველებმა გაიარეს და მათ შორის იყო ასეთი მიხეილ კეკელიძეც, რომელიც ერთ პერიოდი თვითმფლობაზეც კი ფიქრობდა, რადგანაც ის მარტო იყო ამ გადასახლებაში, ქართველის დაბლაპარაკებელიც აქავდა, თუმცა მას ბედად მოუსწრო მამამისის წერილმა, სადაც ის გამხნევებას თხოვდა და ამან ის გადაარჩინა და მოგვიანებით კიდევ გაუგრძელეს მას გადასახლების ვადა, თუმცა 6 წლის თავზე ის ბრუნდება საქართველოში და აქ ცხოვრობს ისევ რეაბილიტაციას და აქაც ძალიან ბევრი განსაცდელი გადაიტანა საბჭოთა პერიოდში მან და თუკი კითხველი გაეცნობა მის ამ მოგონებებს, ძალიან ბევრ საგულისხმო ფაქტს შეიტყობს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის და მოდით კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენ მსმენელებს, რომ დღეს ჩვენ საუბრობდით მიხეილ კეკელიძის მოგონებების შესახებ.